გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში 5.4 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი შევიდა. 2%-ით მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაგრამ დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა სრულად ვერ შესრულდა. 50%-იანი ჩამორჩენით შესრულდა უცხოური კრედიტების გეგმაც. რას ამბობენ რიცხვები? ეტყობა თუ არა მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი საბიუჯეტო შემოსავლებს. პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ანალიზით და პროგნოზებით კომპანია STEM Scale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, მაგრამ ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, რამდენიმე ძირითადი მონაცემები მინდა გაჩვენოთ 2025 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულებიდან. იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც უკვე ვთქვი, 5.4 მილიარდი საგადასახადო შემოსავალი შევიდა, 2%-ით მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო. რაც შეეხება უშუალოდ გადასახადების მიხედვით ჩაშლას, როგორც ახლა ინფოგრაფიკზე დაინახავთ, 2025 წლის იანვარ-მარტში DGG-ს აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ხაზინის მონაცემებით აქედან ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია. გეგმა 100%-ზე მეტად 101%-ით შესრულდა საშემოსავლო გადასახადების ნაწილში. ასევე აღსანიშნავია სხვა გადასახადების გეგმა, სადაც პირველ კვარტალში ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ 130 მილიონი ლარი შევიდოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ამდენი დაგეგმეს, მაგრამ 261%-ით მეტი შევიდა. ჯამში თითქმის 340 მილიონი ლარი. ის რომ პირველ კვარტალში რამდენიმე გადასახადის გეგმა ზუსტად 100%-ით ვერ შესრულდა, საგანგაშო ნამდვილად არა, მაგრამ როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და სულ უფრო მეტი ბიზნესისგან გვესმის, რომ მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს ახორციელებენ ქვეყანაში, რომ ინვესტირების განწყობაზე არ არიან, რომ თეორიულად ემზადებიან სხვადასხვა ეკონომიკური კრიზისისთვის, ბუნებრივია საყურადღებოა. ხომ არ აქვს კავშირი გეგმის ვერ შესრულებას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, ისევე როგორც დავინტერესდით, რით აიხსნება სხვა გადასახადების გეგმის 260%-იანი შესრულება და რას მოიცავს ის. უშუალოდ BMG-ის კითხვებს არ უპასუხეს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ვაშინგტონში მყოფი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის ვიდეო განმარტება, სადაც ის ხსნის, რატომ ვერ შესრულდა 100%-ით აქციზის გეგმა, სადაც მეტნაკლებად უფრო მეტი ჩამორჩენა იყო და ასევე რით აიხსნება სხვა გადასახადების გეგმის 260%-იანი გადაჭარბებით შესრულება. გიორგი კაკაურიძემ აბსურდი უწოდა გადაცემა ანალიტიკაში კრესტონ ჯორჯიას მმართველი პარტნიორის დავით პაპიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ არის პრაქტიკაში შემთხვევები, როცა მსხვილ ბიზნეს შემოსავლების სამსახური უკავშირდება და თხოვნით მიმართავს, რომ თუ არის საშუალება წინასწარ გადაიხადოს გადასახადი, რადგან ბიუჯეტში თანხის მობილიზების პრობლემა შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა კაკაურიძის კომენტარი. გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური თხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება, რაც სხვა გადასახადებში შეიძლება ითქვას, ეს არის ხელფასთან ერთად, რა თქმა უნდა, კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხდება თავდაპირველად სხვა გადასახადებში და ეს უკვე 15 რიცხვში, მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის. რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში, რასაც დანაკლისი გვაქვს, ერთ-ერთი არის რეალურად აქციზი, ამასაც თავისი ახსნა აქვს, რა თქმა უნდა, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში, შესაბამისად ვერ მოხდა იმ რაოდენობის შემოტანა იმპორტზე თამბაქოსი, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე პირველ კვარტალში, ამასთან ერთად მარაგები იყო გარკვეულწილად კომპანიების მიერ და შესაბამისად ეს დანაკლისი აქციაში რაც გვაქვს, უკვე მომდევნო თვეებში და მომდევნო კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრული. გიორგი კაკაურიძე და მთელი ფინანსთა სამინისტრო ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტს არც შემოსავლების და არც ვალდებულების შესრულების ნაწილში პრობლემა არ ემუქრება. და იმის საილუსტრაციოდ, რომ საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას საფრთხე არ ემუქრება, ანუ პენსიების დარიგებას, ხელფასების გაცემას და ასე შემდეგ, ასევე დაწერეს თავიანთ განცხადებაში, რომ 2025 წლის პირველი კვარტალის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთებზე ჯამურად 2.4 მილიარდი ლარი იყო განთავსებული. მოკლედ, ბიუჯეტში ფული
მიღებული გვაქვსო. კიდევ ერთი კონკრეტული კითხვა, რაც BMG-ს ფინანსთა სამინისტროსთან ჰქონდა, შეეხებოდა ახალი ვალების აღების გეგმის ვერ შესრულებას, მაგრამ სამინისტროს ამაზე კომენტარი თავისი ნებითაც არ გაუკეთებია, არც ჩვენი კითხვების პასუხად და არც თავისი ნებით. მოკლედ, რა შეასაქმე, პირველ კვარტალში ვერ შესრულდა ვერც შიდა და ვერც საგარეო ვალების გეგმა, ანუ ელოდნენ რომ აიღებდნენ 736 მილიონ ლარს, მაგრამ გეგმა შესრულდა 83.1%-ით, უფრო დეტალურად კი ასეთია მდგომარეობა. საშინაო ვალის გეგმა 96%-ით შესრულდა, ანუ 613 მილიონი შიდა ვალი აიღეს, ხოლო რაც შეეხება საგარეო ვალს, აქ გეგმასთან შედარებით 50%-იანი ჩამორჩენა აქვთ, ელოდნენ რომ 246 მილიონი ჩამოირიცხებოდა, მაგრამ 123 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალი იყოფა ორად: საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები და 123 მილიონი მიიღო ბიუჯეტმა და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები, ეს მეორე ნაწილი, ანუ რაც პირდაპირ ბიუჯეტში შედის. აქ გეგმა პირველი კვარტალის იყო 69 მილიონი, მაგრამ არც ერთი თეთრი არ მეუღია იანვარ-მარტში ბიუჯეტს. სავარაუდოდ ეს უკავშირდება ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქცევის გამო საერთაშორისო პარტნიორების გადაწყვეტილებას. საინტერესოა შემდეგ კვარტალში რა სიტუაცია იქნება ბიუჯეტში და ზოგადად წლიურად, რადგან მთავრობა უშუალოდ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით წელს 600 მილიონი ლარის საგარეო ვალის აღებას აპირებს. განსხვავებით საგარეო კრედიტებისა, გრანტების გეგმა გადაჭარბებით თითქმის 121%-ით შესრულდა პირველ კვარტალში, 49 მილიონ ლარს ელოდნენ ბიუჯეტში და ჩამოირიცხა 59 მილიონი, თუმცა როგორც ხაზინის მონაცემებიდან ჩანს, კრედიტების მსგავსად ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური გრანტი ამ პერიოდში ოცნების მთავრობას არ მიუღია, არც გეგმაში ჰქონდათ. რაც ამბობენ ოფიციალური რიცხვები, კომპანია STEM-Scale-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან მიხეილ კუკავასთან გავაგრძელებთ მსჯელობას, ის უკვე ხაზზეა. საღამო მშვიდობის, ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში ზოგადი კითხვა მინდა დაგისვათ, ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშიდან რა მიიქცია თქვენი ყურადღება, დარწმუნებული ვარ გაეცნობოდით, რას ამბობენ რიცხვები და ემჩნევა თუ არა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მეოთხე თვეა უკვე გრძელდება ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს. საღამშვიდობის თელარა, ნამდვილად ეთქობა არაერთი გადასახადის ნაწილში გვაქვს გეგმის ვერ შესრულება საპროგნოზო მაჩვენებლების, რაც თქვენ კარგად მიმოიხილეთ. თუ შევადარებთ წინა წლებს, ნახავთ, რომ სამი თვის მდგომარეობით მსგავსი სიტუაცია არ გქონია. 2023 წელს გადაჭარბებით შესრულდა, მათ შორის აქციზის, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არაერთხელ, არა ამ გადაცემაში, სხვა ბიუჯეტის მიმოხილვებისას ფინანსთა სამინისტრო კონსერვატულად გეგმავს ბიუჯეტს და შესაბამისად ამის ფონზე კიდევ უფრო დასაფიქრებელია ის, რომ გვაქვს ესეთი ვერ შესრულებები. მაგალითად, DGG-ს თითქოს ერთი შეხედვით საგანგაშო არაფერია, თითქმის 100%-ით შესრულდა, მაგრამ გვაქვს 99.4%-ით, მაგრამ თუ შევადარებთ სხვა წლებს, ნახავთ, რომ 100%-ზე საგრძნობლად მეტი იყო ხოლმე, იგივე მოგების და საშემოსავლო გადასახადინან მიღებული შემოსავლობა გაცილებით მეტი იყო ხოლმე, ვიდრე ახლა გვაქვს და იგივე აქციზი, ხო, რაც შესრულდა 87.6%-ით 2023 წელს, მაგალითად იყო თითქმის 130%, როგორც მახსოვს. რომ შევაჯამოთ, თქვენ ახსენეთ, რომ ხო რაღაცა ეტყობა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებსო, მაგრამ ასევე აღსანიშნია ის, რომ ჯამურად და ფინანსთა სამინისტრო თავის ზოგად განცხადებაში ამაზე აკეთებდა აქცენტს, რომ ჯამურად როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში გეგმა შესრულდა. თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტზე რომ კონცენტრირდეთ, სადაც ძირითადი გადასახადები შედის,
ერთ-ერთი წამყვანი იყო ალბათ გეგმის შესრულების ნაწილში სხვა გადასახადების მუხლი 271%-იანი გადაჭარბებით ელოდნენ 130 მილიონს, ბიუჯეტში შევიდა 340 მილიონი ლარი. მაყურებელს რომ ავუხსნათ თან რა არის ეს სხვა გადასახადები, რას მოიცავს და რითი შეიძლება აიხსნას ასეთი ზრდა, სხვათა შორის წინა წელსაც საკმაოდ მაღალი იყო ამ გადასახადის ნაწილში გეგმა და შესრულება გეგმასთან შედარებით. თელარა, ჩვენი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით სხვა გადასახადები ძირითადად შედგება ჯარიმებისგან და საურავებისგან. ეს არის უდიდესი ნაწილი. აქ არის ასევე გადასახადები მეწარმე სუბიექტებიდან, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები, გაუქმებული გადასახადები და მაგრამ უძირითადესი ნაწილი და ასევე გადასახადები არა მეწარმე სუბიექტებიდან, რომელთა კლასიფიცირება შეუძლებელია, მაგრამ უდიდესი ნაწილი არის ჯარიმები და საურავები და ნიშანდობლივია, რომ სწორედ წელს 3 თვის მდგომარეობით შესრულდა ესეთი გადაჭარბებით სხვა გადასახადები და სხვა წლებს თუ გავადევნებთ თვალს, ჰქონდა გადაჭარბებით შესრულება, მაგრამ ეს აშკარად არის ამოვარდნილი და თვალს ხვდება ეს შესაძლოა, იმის თქმა გინდათ, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჯარიმებს არაერთი მიმართულებით, იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენც ველოდებით პასუხებს უფრო დეტალურს ფინანსთა სამინისტროსგან, მაგრამ ამდენი თანხა ძირითადად ჯარიმის ხარჯზე, თუ აი თქვენ ახსენეთ იგივე ზედმეტად გადახდილი გადასახადები ან წინასწარ გადახდილი გადასახადები და რადგან სხვა გადასახადებში ასეთი სიტუაცია იყო, რაღაც მობილიზებასაც ხომ არ ჰქონდა ადგილი, სხვათა შორის გადაცემა ანალიტიკასთან ინტერვიუში დავით პაპიაშვილმა არ გამორიცხა ასეთი ვერსიაც. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ სხვა გადასახადების შაშლა, ანუ არ ვიცით რა წილია აი ზედმეტად გადახდილი გადასახადები არამეწარმე სუბიექტებიდან, მაგრამ სრულიად არწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რაოდენობრივად აი თუ გავადევნებთ კომპონენტებს თვალს, რამდენი კომპონენტია, ხო? სხვა გადასახადების არათანხობრივად, არამედ კომპონენტების რაოდენობის მიხედვით, ანუ კომპონენტებში 90%-ზე მეტი არის ჯარიმები და საურავი. საინტერესო იქნებოდა დეტალური ჩაშლა. აი ხა რომ დავთვალოთ, მე რა ვიცი, ვთქვათ, შემიძლია დავთვალოთ და გითხრათ რამდენია არათანხობრივად, როგორც გითხარით, არ ვიცით. კომპონენტების. დიახ, კომპონენტების მიხედვით 90%-ზე მეტი არის, აი 4/5-ზე საგრძნობლად მეტი არის ჯარიმები და საურავები. ეხლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანხობრივადაც წამყვანი იქნება, ვივარაუდოთ კი არა, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წამყვანი აქ არის ჯარიმები და საურავის ერთი პუნქტი. საგადასახადო შემოსავლების შესრულება, ეს ანგარიში რას გვიყვება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, ბიზნესის განწყობაზე, ამაზეც მინდა ვისაუბროთ ამ ინტერვიუში, მაგრამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში რომ ამოვწუროთ, ახალი ვალების აღებაზეც მინდა ვისაუბროთ. ვერც საგარეო ვალის აღების გეგმა შესრულდა პირველ კვარტალში და ვერც საშინაო. ზოგადად საშინაო შიდა ვალის აღება მთავრობას არასდროს არ უჭირს, სავარაუდოდ არ დასჭირდათ, არ ვიცი. რაც შეეხება საგარეო ვალებს, აქ 50%-იანი ჩამორჩენა დაფიქსირდა გეგმასთან მიმართებით და როგორც აღნიშნე, ბიუჯეტის მხარდამჭერი საგარეო კრედიტები საერთოდ არ ჩამოირიცხა, არა და ელოდა მთავრობა თითქმის 70 მილიონ ლარს. როგორ ახსნიდით ამ ყველაფერს? მთლიანად საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები არის უზარმაზარი ნაწილი 2025 წლის ბიუჯეტის. ეს არის მილიარდ 225 მილიონ ლარზე მეტი. აქედან, როგორც თქვენ თქვით, არის კაცრავად არა აქედან, არამედ ასევე არის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და ეს 600 მილიონი, საიდანაც ჩვენ
მივიღეთ მხოლოდ საიდანაც ჩვენ პირველ კვარტალში ხო არ მივიღია. პირველ კვარტალში ვერაფერი ვერ უნდა მიგვეღოს 69 მილიონი და ვერაფერი ვერ მივიღეთ და რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტებს აქ 176 მილიონი უნდა მიგვეღო და მივიღეთ მხოლოდ 123 მილიონი როგორც თქვენ აღნიშნეთ რაც არის ასევე აი ბიუჯეტის რაც თვალყურის დევნების შემი გამოცდილებიდან ხო არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა. Რომ არასდროს არ ქონია საქართველოს მთავრობას პრობლემა საინვესტიციო კრედიტების მიღების. ესეც არის შეიძლება იყოს იმის ნიშანი, სიგნალი, რომ დონორები, უბრალოდ კრედიტორები აქ დონორებზე არ არის საუბარი, კრედიტორები ფიქრობენ ღირს თუ არა გაკეთება იმის, რასაც ისინი, რასაც მთავრობა გეგმავდა და ხელშეწყობა, ქვეყნის ხელშეწყობა იმაში, რომ განავითაროს თავისი ინფრასტრუქტურა, რის უდიდესი ნაწილიც მოხმარდებოდა ამ ინფრასტრუქტურას, იმ პირობებში, როდესაც არის ასეთი გაურკვევლობა ქვეყანაში. და ეს არის ძალიან დამაფიქრებელი, იმიტომ რომ ამ შეღავათიანი კრედიტებით უნდა შექმნილი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის საკმაოდ დიდი ნაწილი დამატებული ის, რასაც დამატებული ღირებულება ქვია ეკონომიკაში და ჩვენ ხედავთ თელ არა ამის სრულიად აშკარა ნიშნებს, ხედავთ მე პირადად ვიცი არაერთი ინვესტორი, მე ერთმა ადამიანმა, რომელმაც უბრალოდ შეაჩერა მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გაკეთებული თავდაპირველი ინვესტიციები, არაერთი აღმოსავლეთ ევროპელი ინვესტორი მაგალითად, რომელსაც ჰქონდა ჰიდროენერგეტიკაში დაწყებული, ან ჩადებული ფული და უბრალოდ გააჩერა. და ვფიქრობდი, რომ რას იზამენ ეს კომპანიები, ანუ ის დანახარჯები, რაც გაწიეს, ამ დანახარჯებს წყალში გადაყრიან და არ გააგრძელებენ და ასე არიან კრედიტორებიც, ისინი უყურებენ და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის კრედიტები, რასაც განვითარებული ქვეყნები ვერასდროს ვერ მიიღებენ ამ კრედიტორებისგან ამავე პირობებით. ეს არის ფაქტობრივად ძალიან დაბალია საპროცენტო განაკვეთები, უბრალოდ რა თქმა უნდა, ანუ არის არასაბაზრო ეს განაკვეთები და ბაზარზე ვერასდროს ვერ მოვიზიდავთ ამ კრედიტებს ამ პირობებით. ნამდვილად საინტერესოა განსაკუთრებით ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ნაწილში, რაც უშუალოდ ბიუჯეტში ირიცხება, როგორ იქნება მეორე კვარტალი და შემდეგი კვარტლები, რადგან 600 მილიონ ლარს ელის მთავრობა შემოსავლის სახით უშუალოდ უცხოური კრედიტებიდან ბიუჯეტის პირდაპირ მხარდამჭერებს. რომ შევაჯამოთ ეს ნაწილი, საბოლოოდ თქვენ რა რისკებს ხედავთ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით? მე დასაწყისშიც ვახსენე ფინანსთა სამინისტრო ზოგადი განცხადება, მე მინისტრიც გამოეხმაურა, რომ სპეკულაცია იმაზე საუბარი, რომ თითქოს გეგმის შესრულების, როგორც შემოსავლების ნაწილში, ისე ვალდებულებების შესრულების ნაწილში რაიმე პრობლემა შეექმნას, მეტიც განცხადებაში ეწერა, რომ თითქმის 1.5 მილიარდი ლარის თავისუფალი ნაშთი გვიდევს როგორც ნაერთი ისე სახელმწიფო ბიუჯეტში. მოკლედ ფული გვაქვსო. არავინ არ საუბრობს თელარამ, არც თქვენ და არც სხვები, არც მე, რომ ბიუჯეტს ექნება, ბიუჯეტს ფული არ აქვს და უახლოეს თვეებში გვექნება ფულის პრობლემა, თქვათ ხელფასების, პენსიების გაცემის და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკური აგენტების მოლოდინები არის ძალიან პესიმისტური. ჩვენ საუბრობთ იმ პირველ სიგნალებზე, რაც სრულიად აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ შესრულდა გეგმა, მთლიანად ჯამურად შესრულდა, მიუხედავად ამისა ძალიან დამაფიქრებელია, რომ სხვა წლებში თუ ქონდა, თქვათ, მაგალითად 2023-ში 130%-იანი შესრულება აქციზის, დღგ-ს შესრულება, ანუ
100%-ზე მეტი შესრულება, იგივე მნიშვნელოვნად მეტი, საგრძნობლად მეტი მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ხო? ახლა გვაქვს აი ასეთი კლება ან თქვათ არ გვაქვს ისეთი ზრდა გულისხმობს საშემოსავლოს, როგორიც ჰქონდა წინა წლებში. ეს არის პირველი სიგნალები, რაც არის ძალიან დამაფიქრებელი. ეხლა მთავრობა, რა თქმა უნდა, არ აღიარებს ამას არსად. ყოველ შემთხვევაში. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მშვენივრად ხედავენ შიგნით, რომ ვითარება სერიოზულია. 2024 წლიდან დაიწყო ისეთ ეს პრობლემები. აი 2023-ში თუ ქონდა ეს გადაჭარბები, შესრულებები, 2024-დან უკვე დაეთქო შემოსავლებს. რომ აღარ იყო ისეთი ზრდა, როგორც წინა წლებში 2023-ში, 24-ში და იგივე აი ეს ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები, რომელიც საერთოდ ვერ მივიღეთ, უნდა მიგვეღო 69 და მივიღეთ ხოლმე და ვერაფერი ვერ მივიღეთ და მივიღეთ ასევე ბევრად ნაკლები, ვიდრე ველოდით შეღავათიან კრედიტებში, ეს უკვე უთითებს იმაზე, რომ სერიოზულად ფიქრობენ ამ ქვეყნის პარტნიორები, რომლებზეც არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა. რა რისკები წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყნის ეკონომიკა და BMG-სთან ხშირად ამბობენ ბიზნესმენები, ვინც დოულადს ქმნის ამ ქვეყანაში და მერე გადასახადების სახით ავსებენ ბიუჯეტს, რომ არ არიან ინვესტირების განწყობაზე, რომ მხოლოდ აუცილებელ ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, პირველი 2 თვის ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი იყო, 11% იანვარში, რასაც თქვენ მახსოვს ინერციული ზრდა უწოდეთ, შემდეგ 7%-ზე ოდნავ მეტი იყო თებერვალში. რა არის მაშინ ეს ზრდა და ასევე ახლა უკვე როდესაც პირველი კვარტალის საგადასახადო შემოსავლების მოცულობაც ვიცით, რითი შეიძლება აიხსნას, თქვათ გადასახადები ასე ვერ შედიოდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდა მაინც მოულოდნელზე მაღალი იყო. კარგი კითხვაა. ჩვენ დავინახავთ აი ამ შედეგებს, იმ სიგნალებს, ეხლა რაზეც საუბრობთ, დავინახავთ ამ წელს ჩვენ გვექნება იმაზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა 2025 წელს სრულიად ცხადია ვიდრე ქონდა, ვიდრე დაგეგმილი იყო და როდესაც ეხლა ჩვენ თვალჭრილში უყურებთ საქართველოს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თვალჭრილში უყუროს საერთოდ შეცდომაში სურათის გიბნევს სურათს ნებისმიერ ქვეყანაში თვალჭრილში ეკონომიკურ ზრდაზე დაკვირვება, კვარტალური მონაცემები არის, რა თქმა უნდა, გაცილებით სანდო, მაგრამ წლიურ ჭრილში ჩვენ ძალიან კარგად დავინახავთ იმ სიგნალებს, რასაც ახლა ვსაუბრობთ. და რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს. თუ ჩვენ არ შევიცვლით კურსს და დასავლეთისგან აი ამ დამანგრეველ იზოლაციას გავაგრძელებთ, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდება საშუალოებიან პერსპექტივაში, არ არის დამანგრეველი არ ნიშნავს, რომ 2025 წელს ჩამოვიქცევით, მაგრამ ამის გაგრძელება ქვეყნისთვის იქნება იმდენად დამაზარალებელი, რომ შეუძლებელია რომ გონიერმა, აი პოლიტიკოსი, რომელსაც დარჩა რაღაცა გონიერება, ხო? მართველი პარტია, შეუძლებელია ეს რისკები ვერ დაინახოს და აი სულ ფიქრობ და მიყვირს როგორ შეიძლება ასე დაიზარავოს საკუთარი თავი. არა მხოლოდ ქვეყანა დააზარავო, არამედ საკუთარი პოლიტიკური ძალა აზარავო ისე, როგორც ამას აკეთებს მართველი პარტია. ჩვენ არ ვართ თელარა სინგაპური, ჩვენ არ ვართ ჩინეთი, ჩვენ არ ვართ არც ნავთობით მდიდარი არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ეს არის ის ქვეყნები, სადაც შეიძლება იყოს სუსტი დემოკრატია და ძლიერი ეკონომიკა. ჩვენთან ვერ იქნება ეს, ვერაფრით ვერ იქნება. აი ხედავთ ახლა უკვე აი ამ სიგნალებს, სრულიად აშკარა სიგნალებს. უბრალოდ აი თქვა როდის იყო ის, რომ არ მიგვიღია კრედიტები. იმდენად მაღალი იყო ამ ქვეყნის რეპუტაცია,
ნომერ პირველი რეფორმატორი ვიყავთ საჯარო ფინანსებში, ვიყავთ სოფლიოში პირველი, ხო და ვარც. ხო, ამ ქვეყნის მიმართ ნდობა იყო ძალიან მაღალი. ამიტომ გვაძლევდნენ ამ შეღავათიანი პირობებით ამ კრედიტებს. უბრალოდ თქვან, აი როდის, რომელ წლებში ხო, მეც არ მახსენდება იგივე ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები რაღაცა გეგმაში ქონოდა და არ მიგვეღო ბოლო წლებში თან ესე 0%-იანი. კი, და წარმოგიდგენიათ, ეხლა 600 მილიონი ლარი რო დააკლდება ბიუჯეტს. და აი ის 1.225 მილიონი, ხო? ის უკვე აკლდება არა ბიუჯეტს, არამედ პირდაპირ აკლდება ქვეყნის ეკონომიკას. ის შეღავათიანი კრედიტები, იმიტომ რომ ის არის ის რესურსი, რამაც უნდა შექმნას ამ ქვეყანას, რამაც უნდა გადაჭრას უმწვავესი ინფრასტრუქტურული პრობლემები განათლებაში, ამისი ნაწილი არის მიდის განათლებაში, ამისი ნაწილი მიდის სხვა არაერთი მიმართულებით, უმთავრესი ნაწილი, რა თქმა უნდა, მიდის ინფრასტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ აისახება შემდეგ ინვესტორების გადაწყვეტილებებს. იმიტომ რომ ქვეყანა კარგავს ეს არაერთხელ ვითქვამს თქვენს ეთერში ინვესტიციებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, როდესაც არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. იმიტომ რომ ინვესტორი შემოდის იმისთვის, რომ ბიზნესი აკეთოს, ხო, და ის არა იმისთვის, რომ გზა აკეთოს, თქვა და ხიდი გააკეთოს და არხი გაიყვანოს და ასე შემდეგ, ხო? ეს არის პირდაპირ მთავრობის ფუნქცია. თუ ამას აკეთებ, მაშინ ამ ყველაფერს აკეთებ და ხედავ, აკეთებ ანალიზს, რომ აი მე თუ ეს არ გავაკეთე, ეს ხიდი თუ არ გავაბაშენე, ეს გვირაბი, ეს წყალი თუ არ მივიყვანე, აქ ეს გზა თუ არ მივიყვანე, მაშინ კარგავ რაღაცა X ოდენობით. ბატონო შანო, თქვენ არ ელოდებით, რომ წელს 6%-იანი ზრდა, რასაც მთავრობა მელოდება და ძირითადად ამ დიაპაზონში არის სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებით საქართველოს ეკონომიკაზე მიღწევადი იქნება? თეორია თუ გაგრძელდა რთულია პროგნოზირება. რთულია, რა თქმა უნდა, პროგნოზირება, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ არ იქნება, ვიდრე იქნება, იმიტომ რომ ამ პირობებში თუ, რა თქმა უნდა, თუ ჯერ კიდევ შეიძლება ის რომ შეიცვალოს განწყობები და მთავრობის მოედანზეა ბურთი. მთავრობას ჯერ კიდევ შეუძლია აჩვენოს, რომ ეს არის ღია, ეს ქვეყანა არის ღია ინვესტიციებისთვის, ეს ქვეყანა არის ღია დასავლეთისთვის და ეს ქვეყანა არ მიდის იმ გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც უბრალოდ არ ჩანს ამ ქვეყნის არანაირი მომავალი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ვაჩვენოს. სხვათა შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა ვრცელდება ოფიციალური პრეს-რელიზები, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ნათია თურნავა თავის მოადგილეებთან ერთად ვაშინგტონში IMF-ის ეგრეთ წოდებულ გაზაფხულის წლიურ შეხვედრებს ესწრებიან. იმედი აქვთ, რომ რაღაც ყველაფერი კარგად იქნება, ესაუბრებიან სხვადასხვა დონორებს, მათ შორის IMF-თანაც ჰქონდათ შეხვედრები, თუმცა საინტერესო არის ამ ვითარებაში რა შედეგი შეიძლება წამოიღოს ამ სიტუაციაში მყოფმა ეკონომიკურმა გუნდმა შეერთებული შტატებით. გასაკვირველი IMF-მა არ დაგვავიწყდეს, რომ შეაჩერა თავისი პროგრამა და საქართველოს აღმოჩნდა ყირგიზეთის, მონღოლეთის და სხვა შეზღუდული დემოკრატიების გვერდით. ამ ქვეყნებს ზოგჯერ დემოკრატიებადაც კი არ მოიხსენიებენ, გულისხმობ მონღოლეთს და ყირგიზეთს, მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად არის ამ ქვეყნებში დემოკრატია. აი ამ ქვეყნების გვერდით აღმოჩნდა და ამას ხედავენ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის მსოფლიო ბანკი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თეორია ამას ხედავენ ინვესტორები. ვისთვისაც არის IMF-ის პროგრამა, თქვათ, და ქვეყნის ღიაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რაღაცა პროგრამა, რომელიც თანხობრივად ესეთი ძალიან მოგრძალებული ამას აქვს ძალიან დიდი
ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ინვესტორებისთვის. თუმცა თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია, მათ შორის კრედიტორებთან ალბათ თანხობრივადაც უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭება, რომ ქვეყანას კონდეს IMF-ის ბალიში პროგრამის სახით, ასე ვთქვათ, რაც ამ ეტაპზე გაჩერებულია და შეჩერებულია. რა თქმა უნდა, და ეს მოხდა 2023 წელს, ზუსტად ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო და სამწუხაროდ ასეა დღემდე. წერტილი რას დავუსვათ ამჯერად ამ ქვეყანაში, ჩემი ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით. წერტილი დავუსვათ თვითმაყოფილებას, რომელსაც ვხედავ ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ეს ჩანს და წერტილი დავუსვათ იმას, რომ არ ესე იგი გქონდეს თავიჩარგული სირაქლემას პოზიციაში ვიყოთ და ვერ ვხედავდეთ რა ზიანი მოგვაქვს ამ ქვეყნისთვის. რა რეალობა გვაქვს სინამდვილეში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბიშა საინტერესო აქცენტებისთვის ტრადიციულად. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია STEM Scale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა. მე ხვალამდე გემშვიდობებით.